გესალმებით, დღეს ორშაბათია და ჩვენი სამედიცინო გადაცემა თეთრი ორშაბათი კვლავ ეთერშია. ძვირფასო მსმენელებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემა განსაკუთრებულ ფორმატში გაიმართება ჩემთვის პირადად და ეს გადაცემა განსაკუთრებულად იქნება მოთხოვნადი, იმიტომ რომ არამოუკანასკნელი პერიოდია, არათუ ერთი შეტყობინება და თხოვნა მივიღე, გვესაუბრა ანემიასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი მსმენელების დიდ ნაწილს სწორედ ანემიასთან დაკავშირებით აქვს გარკვეული კითხვები, რომელთა პასუხსაც პირდაპირ ეთერში ელოდება. ირინა, მოგესალმები და მინდა წარგადგინოთ, მე გადავწყვიტე, რომ დღეს ჩემი სტუმარი ყოფილიყო ჩემი კოლეგა, ჩემი მეგობარი, უკარგესი ადამიანი ქალბატონი ირინა დათიკაშვილი, რომელიც მომეხმარება თქვენამდე მოვიტანო ინფორმაცია ანემიის შესახებ. რა არის ანემია, რა სისხლნაკლებობა და არის თუ არა ეს ყბადაღებული ერთი წამალი ჰემოგლობინის სამკურნალოდ, რომელსაც არც თუ ისე იშვიათად ვაწყდებით ჩვენ ექიმები, როდესაც ჩვენთან ბრუნდებიან პაციენტები, სწორედ ამ სისხლნაკლებობის გამო ჰემოგლობინის წამალ მიღებული. როგორ ახარ ირინა? კარგად, შე როგორ ხარ ნინა? არა მიშავს, მადლობთ. ირინა დათიკაშვილი, ექიმი, ჰემატოლოგი, პროფესორი, ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი ჩემს ცხოვრებაში და მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს ირინა მომეხმარება აი ამ რთული მისიის გამკლავებაში, რასაც ანემიაზე საუბარი ქვია. ირინა, პირდაპირ კითხვით დავიწყოთ. ჩვენი მსმენელისთვის გასაგები რო იყოს, მოდი ვთქვათ, რა არის ანემია. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან უხერხულია რომ ამ თემაზე მე მიწევს საუბარი, როდესაც თქვენ აქ ხართ ხალხო. ერთ-ერთ გადაცემაში სხვათა შორის ოთარი მითხრა, უნდა მოუყვერო. ერთ დღეს მეუბნება რომ ნინო, მოდიო დღეს ანემიაზე ველაპარაკოთო და ვინმე ჰემატოლოგი დავპატიჟოთ. მე ვთხარი ოთარ. უნდა გაგიწბილო იმედი და დღეს მე ვიქნები შენი სტუმარი თქო და მაშინ ამიტომ რახან დღეს ბატონო ოთარი არის, დღეს შეხარ ჩემი სტუმარი. კი ბატონო, სიამოვნებით, როგორც ხუმრობენ, სად ერთი თავი რომ მოიფიქრებს და სად ორი თავი რომ მოიფიქრებს, ასე რომ ორმაგაც სასარგებლო ინფორმაციას მიიღებს მედია ჩვენი მსმენელი. თქვენთვის კარგად ცნობილია, პატივცემულო კოლეგა, რომ ანემია არის დაავადება, რომელიც ამა თუ იმ ეტაპზე მსოფლიო მოსახლეობის 30%-ს აწუხებს. ან უკვე აწუხებს, ან შეაწუხებს მომავალში. ალბათ ამით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ ასეთი ფართო ინტერესი გამოიწვია ამ თემამ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანმა უნდა ძალიან შეგნებულად იცოდეს ის ფაქტი, რომ ანემია არ არის ერთი კონკრეტული დაავადება და შესაძლოა იყოს ძალიან ბევრი სხვა მიზეზით გამოწვეული და შესაბამისად უნდა ინახოს ის მიზეზი, რამაც გამოიწვია ანემია, რადგანაც თუ არ უშველით და აღმოფხვრით იმ მიზეზს, რომელმაც გამოიწვია, შესაბამისად ჩვენ ანემიას ვერ გავგებთ. ჩემი საყვარელი ტერმინი გატეხილ ჭიქაში წყალს ვერ მოვქროთ. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. შესაბამისად, აი, ცოტა ისეთი ფართო, ასე ვთქვათ, ცნებათ უნდა განვიხილოთ ანემია როგორც ასეთი. ანემია პერიფერულ სისხლში მხოლოდ ჰემოგლობინის რაოდენობრივი შემცირებით არ გამოიხატება, ანემია ძალიან ხშირად თანახლავს ხოლმე სხვა დაუშვათ ერითროციტების რაოდენობის შემცირება, ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება, შეიძლება იყოს თრომბოციტოპენია, შეიძლება იყოს ლეიკოპენიაც და ზოგადად ეს სისხლნაკლებობის თემა მხოლოდ ერთ ჭრილში სისხლწარმოქმნაში მონაწილე ვიტამინების დეფიციტით, რა თქმა უნდა, არ უნდა შეფასდეს. ზოგადად მარტივად რო ვთქვათ, ანემიები ესე რომ დავყოთ უფრო გასაგები რო იყოს, ალბათ სამ დიდ ჯგუფად შეიძლება დაიყოს, ეს არის სისხლწარმოქმნაში მონაწილე ვიტამინებით განპირობებული ანემია, ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობით შემცირებული ანემია და მესამე ანემია, როდესაც ზვლისტვინი როგორც ფუნქციური ორგანო, რომელმაც სისხლი უნდა წარმოქმნას, ვეღარ წარმოქმნის დროის კონკრეტულ მონაკვეთში სათანადო რაოდენობით ერითროციტებს. აი ეს სამი დაავადებების ჯგუფი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან თავისი წარმოშობით, თავისი პათოგენეზით, მაგრამ კლინიკური ჩივილები აქვს აბსოლუტურად იდენტური. და ეს კლინიკური ჩივილებზე ირინა მოგვიყვება ახლა. ეს არის ზოგადი საერთო სისუსტე, ადინამია, თავბრუსხვევა, კონცენტრაციის მოშლა, ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, შესაძლოა ადამიანმა არ შეამჩნიოს ეს სიმპტომები, იმიტომ რომ როდესაც ანემია არის დროში გაწელილი და ქრონიკული, ამას ეგუება, თუმცა როდესაც ხედავს რომ მისი გვერდში მდგომი ადამიანი დაუშვათ ადის მესამე სართულზე ისე რომ ქოშინი არ ეწყება და მას ეწყება, ეს უკვე ერთ-ერთი ნიშანია ანემიის.
იგივე თმისცვენა, ფრჩხილების მტრევადობა, გემოს გაუკუღმართება, თუნდაც იგივე ძალიან ცნობილი ჩივილები, რასაც ქვია ყინულების ჭამა, უცნაური საკვების ჭამა, თუნდაც იგივე ყავის მარცვლები, ლიმონი კანიანად, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ღრმა ძველი რკინა დეფიციტური ანემიის ერთ-ერთი ნიშანი. რაც შეეხება სხვა ტიპის ანემიებს, არის რაღაც ესეთი დამახასიათებელი სიმპტომები, მაგალითად B12-ის დეფიციტისთვის დამახასიათებელია უპირატესად ნევროლოგიური სიმპტომატიკის გამოხატულება, მათ შორის ხელების, ფეხების დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი სახასიათო სიმპტომი შეიძლება ქონდეს ანემიას, რომელიც რა თქმა უნდა სპეციალისტს მისცემს მიმართულებას, თუმცა მხოლოდ ამ სიმპტომებზე დაყრდნობით, როგორც თქვენ აღნიშნეთ დასაწყისში ნინო, რა თქმა უნდა, მკურნალობის დაწყება ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი. შეუძლებელი კი არა, კატეგორიულად დაუშვებელი, რასაც ჩვენ სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხვდებით. ვაწყდებით კი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორედ თუ კი ვიკითხავთ სისწარმოქმედში მონაწილე ვიტამინების დეფიციტი, შეუძლებელია ხეიდნას რო არ დავეთანხმო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა ჰემატოლოგებისთვის. მე არ განვეკუთვნები ადამიანების კატეგორიას და ამას რადიკალურად ხას უსვამ, თუ როდესმე მეკითხებიან იმ ექიმების, რომელსაც გონია, რომ ჰემატოლოგმა უნდა უმკურნალოს მარტო რკინა დეფიციტურ ანემიას. სულაც არა, მაგრამ აქ არის განსაკუთრებული მნიშვნელობა და განსაკუთრებული დატვირთვა აქვს დაავადების სწორად დიაგნოსტირებას, რათა დავიცვათ ჩვენ შესაბამისი წესები ამ დაავადების მკურნალობისთვის და განსაზღვროთ ხანგრძლივობა, რა ეტაპზე უნდა უმკურნალოთ ამ დაავადებას. რკინა დეფიციტური ანემია ეს არის მდგომარეობა და არა მხოლოდ რკინა დეფიციტური ანემია, ხო, ფოლიუმ დეფიციტური, B12 დეფიციტური ანემია, რომელიც ჰაერიდან ჩამოვარდნილი პრობლემა არ არის. ეს არის პრობლემა, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს უამრავი მიზეზით. არასრულფასოვანი კვებით, მიღებული საკვების არასრულფასოვანი მონელებით, მონელებული საკვების არასრულფასოვანი შეწოვით, გახშირებული სისხლის დანაკარგით და უამრავი სხვა პირობების, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ეს დეფიციტი და მკურნალობა უნდა იყოს სწორედ ადაპტირებული და მორგებული გამომწვევ მიზეზზე. ირინა დამეთანხმება, ალბათ შეუძლებელია რომ დამეთანხმოს, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი ცხოვრობს, სადაც ყავს სხვა დაუშვათ სხვა ფორმები შეიძლება იყოს ანემიის პერიფერიულ სისხლში ჰემოგლობინის და ჰემოგლობინის რაოდენობრივი შემცირება, რომელსაც თან არ ახლავს ერითროციტების რაოდენობრივი შემცირება, ერთი შეხედვით შემთხვევათა მაღალ პროცენტში გავს რკინის დეფიციტს, რა თქმა უნდა. თუმცა გვინა რა შეიძლება იყოს. თუმცა ეს შეიძლება იყოს თანდაყოლილი ანემიების ერთ-ერთი სახეობა და დიდი ჯგუფი დაავადებების, რომლებიც არის მემკვიდრული, როგორც უკვე ვთქვით, თანდაყოლილი, აბსოლუტურად არ არის განპირობებული რკინის დეფიციტით, იქნება ეს თალასემია თუ მიკროსფეროციტოზი თუ სხვა და არ საჭიროებს ცოტა თურმე, როგორც გამოჩნდა საქართველოში. ნამდვილად და არანაირად არ საჭიროებს რკინის პრეპარატის მიღებას, თუ არ არის რკინის დეფიციტი. ნინო დამეთანხმება, რომ როდესაც ჩვენ სწავლობდით, გვეუბნებოდნენ, რომ რკინა დეფიციტი არ ემართება ადამიანს, ვისაც აქვს თალასემია. რაც მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ წლების მანძილზე ადამიანები მიდიოდნენ ექიმთან, ნახულობდნენ დაბალ ჰემოგლობინს და აპრიორი იწყებდნენ რკინის მიღებას. ამ დროს იმ ადამიანს არ ჭირდებოდა. შესაბამისად, ამ ადამიანებს რკინა აკალათ კი არა პირიქით, ზედმეტი ჰქონდათ და ძალიან ბევრი სერიოზული დაავადებები შეიძლება დაავადება ისეთივე საშიშია, როგორც რკინა დეფიციტური ანემია, რა თქმა უნდა. თუ მეტად არა, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად გავს ეს სურათი რკინის დეფიციტს, რასაც ჩვენ სისხლის საერთო ანალიზში ვხედავთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მედიკამენტის დანიშვნა, თუ არ არის ამისი შესაბამისი ლაბორატორიული საფუძველი და დადასტურება. ერთნიშნულად ანემია ხშირად გამოხატულება არის ხოლმე ძალიან მძიმე ჰემატოლოგიური და არა მხოლოდ ჰემატოლოგიური მდგომარეობის. ხშირად ეს არ არის დაავადება, ეს არის სინდრომი და პირველი მიინიშნება უფრო სერიოზული პრობლემის, რომელიც პირველადად ვლინდება სისხლში სწორედ ჰემოგლობინის რაოდენობრივი შემცირებით.
და როდესაც ჩვენ ვახსენეთ, რომ არსებობს დაავადებების ჯგუფი, რომელიც ძვლისტვიში სისხლ წარმოქმნის შეფერხებით მიმდინარეობს, იქაც პირველი კლინიკური ჩივილი, რაც პაციენტებს უვლინდებათ, ეს არის სწორედ ანემიასთან ასოცირებული სისუსტე, ადინამია, სიფერმფრთალე, რა ვიცი, გულის აჩქარება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რატომ? იმიტომ რომ ლეიკოციდების რაოდენობრივი შემცირებას თუ არ არის ხშირად მოავადე და ანალიზ არ იკეთებს, ვერ ხდება. თრომბოციტოპენიაც შეიძლება იყოს. შედარებით ხდებიან, იმიტომ რომ ჩაქცევა, იმიტომ რომ სისხლდენა და შედარებით ხდებიან. და ეს ანემიური სინდრომი ექიმთან მისვლის, თუმცა რამდენი ყოლია ადამიანების ძალიან ხშირად ხდება ხოლმე მიზეზი. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ ანემია არის დროის დიდი მონაკვეთის განმავლობაში განვითარებული და ადამიანი არის შეგუებული, ხდებიან მხოლოდ იმით, რომ სავარჯიშოდ წავიდნენ და ვიღაცა მათი მეგობარი ვარჯიშობს და მას არ შეუძლია საჭესთან ზის და კონცენტრაციის უნარი არ აქვს, დასწავლის უნარი უკვე ითდება. აი ამას უფრო ხშირად აღნიშნავენ ხოლმე დღეს ჩვენი თანამედროვე პაციენტები. ნამდვილად მე მგონია ყველა ჰემატოლოგს ექნება გასახსენებლად რამოდენიმე ისტორია მაინც, როდესაც მასთან ვიზიტზე მისულ პაციენტს გაცილებით უფრო კარგი ანალიზი, ცუდი ანალიზი, თუ უფრო სწორად კარგი ანალიზი ქონია, ვიდრე მის მომყოლ ადამიანს, რომელსაც ყურადღება მიგიქცევ. მე მქონდა შემთხვევა, რომ მოვიდა გოგონა ჩემთან, არც თუ ისე დაბალი გემოგლობინით, რომელსაც ჩაუტარეთ სათანადო კვლევები, მაგრამ დაყვებოდა თავისი მეგობარი, რომელიც სულ მუდმივად მასზე ზრუნავდა და ჯავრობდა, რომ არ ჭამს კარგად, რომ ადინამიურია და მეთქი შვილო, შენ რამდენი გაქვს თვითონ გემოგლობინი და გავუკეთეთ ანალიზი და აღმოჩნდა, რომ მას გაცილებით უფრო მძიმე ფორმა ჰქონდა ანემიის, ვიდრე თვითონ პაციენტს, მაგრამ ის იყო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჭარბი მენსტრუალური ციკლით განპირობებული ანემია და ეს ბავშვი სრულიად გადართული და ადაპტირებული იყო ამ დაბალ ჰემოგლობინზე, ასე რომ ის რუტინული ლაბორატორიული კვლევები, რასაც გვავალდებულებს ზოგადად კანონი არ ქვია ამას, ალბათ შინაგანი კულტურა და ეთიკა ქვია, ხო? ალბათ უკვე კანონი, ცითიც აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უკვე იმ კულტურას, რომელიც საზოგადოებას უნდა გქონდეს. დიახ. ცნობიერების სწორედ ამას ემსახურება ჩვენი გადაცემა ირინა. ის ჩეკაპი, რომელიც უცხოური სიტყვა, მაგრამ ძალიან აქტიურად გამოიყენება დღეს ჩვენთან და ბევრისგან გაგიგიათ, რომ აი თურქეთში წავედი ჩეკაპისთვის, ხო? არც ეს მითხრა. ხო, ეს არის ის, რომ ადამიანს უნდა ქონდეს კულტურა, რომ დაახლოებით 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაბარდეს ელემენტარული ანალიზები, სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, რა თქმა უნდა ფერიტინი და ვიტამინი B12. ეს არის ის ყველაზე ხშირად, ასე ვთქვათ, საკონტროლებადი კვლევები, რომელიც ძალიან კარგად გაძლევს ექიმს მიმართულებას, თუ რა შეიძლება ინფორმატიული კვლევები. რა თქმა უნდა, რა სირთულე შეიძლება ელოდო მომავალში და არ დაელოდო, რომ განვითარდეს რაღაც სერიოზული პრობლემა და დროულად მოხდეს. როგორც პოვნა ამ დაავადების და დიაგნოსტირება, ასევე მისი აღმოფხვრა შესაბამისად, ხომ? და ექიმისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს რომ მოდის პაციენტი ძალიან ღრმა ანემიით 6 თვის წინ იყო კი თუ არა. დიახ, ეს რომ თვალი რომ მიადევნო რეტროსპექტულად წინა პერიოდში შესრულებულ კვლევებს. ხო, რა თქმა უნდა. კი, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ თუ კი დროში გაწელილია შესაძლებელია მძიმე კლინიკური ჩივილები არ ქონდეს, მაგრამ თუმცა არსებობს ისეთი ადამიანების კატეგორიაც, რომლებიც არც თუ ისე აი განსაკუთრeb ხო არიან, რომლებიც აქტიური ცხოვრების წესით არ ცხოვრობენ, ფიზიკურ დატვირთვა არ აქვთ, ამიტომ შეიძლება გამოეპაროთ ეს მდგომარეობა ერთმნიშვნელოვნად. ეხლა არ შემიძლია არ ვთქვა რამოდენიმე სიტყვა ჩვენი ცხოვრების წესზე, საერთოდ რაც სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, კვების რეჟიმზე, კვების ხარისხზე, იმ პროდუქტებზე, რომელსაც ჩვენ ვიღებთ და რამდენად სწორად ვიკვებებით. მე მაგალითად ვთვლი, რომ მოსახლეობის 80% არასწორად ვიკვებებით. ჩემი თამადობით და ჩემი ხელმძღვანელობით აბსოლუტურად არასრულფასოვნად ვიკვებებით. შესაძლებელია თუ არა, ირინა, ჩვენს დატვირთულ ცხოვრებისეულ გრაფიკშიდაც კი მივიღოთ ის საკვები პროდუქტები, რომლებიც მოგვეხმარება თუ სრულად ვერ უზრუნველყოფს, ზედმეტნაკლებად მოგვეხმარება, რომ საჭირო ვიტამინები და ნუტრიენტები მივიღოთ. ნახეთ, აი ზუსტად ამისთვის არის ეს პროფილაქტიკური კვლევები ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ჩვენ ვნახავთ, რომ ჯერ კიდევ არ არის ანემია, სისხლის საერთო ნორმაშია, თუმცა დაიწყო ფერიტინმა კლება, დაიწყო ვიტამინმა B12 კლება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია მარტივი პრეპარატებით, თუნდაც იგივე ბიოაქტიური დანამატებით ამისი აღმოფხვრა და თქვენ რასაც ამბობთ, ახლა ზუსტად აი ვიტამინებით და ასე ვთქვათ მიკროელემენტებით
შედარებით ამისი ადვილი კორეგირება. ან თუ ადამიანი ამა თუ იმ მიზეზის გამო არ იღებს წითელ ხორცს, ეს იქნება ვეგეტარიანობა თუ რაღაც სხვა მისი, ასე ვთქვათ, არჩევანი, რომელსაც ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ადამიანს კატეგორიულად კატეგორიულად, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ, როდესაც ვიცით, რომ ადამიანი ვეგეტარიანელია, ის ამ პროფილაქტიკური კვლევებით რაღაც მიმართულებას გვაძლევს და ჩვენ, ასე ვთქვათ, შემანარჩუნებელი თერაპიის სახით მარტივი პრეპარატებით შეგვიძლია უკვე რომ 6 თვიანი სქემა მივცეთ, რა მიიღოს, რომ არ განვითარდეს მერე ანემია, არ მოხდეს მისი მდგომარეობის, ასე ვთქვათ, ვეგეტარიანობა არ ნიშნავს მაინდა-მაინც რკინა-დეფიციტური ანემიის არსებობას. მე უამრავი მეგობარი მყავს, რომელიც არ იღებს ხორცის პროდუქტებს, მაგრამ უჭირავთ მას გემოგლობინის სათანადო ჩვენი მეტაბოლიზმი იმდენად უცნაურია, ყველა ადამიანს ერთმნიშვნელოვნად ერთნაირი არ აქვს. ვის როგორი მარაგი აქვს, რასაკვირველია, ვის როგორი მარაგი აქვს. მაგრამ ის რომ შენი ჯანმრთელობის ხარჯზე და კლინიკური ჩივილების უგულებელყოფის ხარჯზე დაიზიანო ჯანმრთელობა, მგონია რომ ეს ნამდვილად არ არის მართალი. თუ კი თქვენი არჩევანი ან რაღაცა სხვადასხვა მიზეზების და გამო ვერ იღებთ იმ პროდუქტებს, რომლებიც ჭარბად შეიცავენ რკინას და ჩვენთვის ადვილად ათვისებად რკინას, ასე რომ ვთქვათ, ხო? უფრო სწორი იქნება ალბათ ირინა. რა თქმა უნდა, ჯობია რომ მივიღოთ გადაწყვეტილება იმ საკვები დანამატების და იმ დაუშვათ საკუთარ მედიკამენტების, კი. ეხლა თანამედროვე მედიცინა იძლევა იმის საშუალებას, რომ აღარ მივიღოთ ისეთი რთული პრეპარატები, რომლებიც მართალია იგივე ორვალენტიანი რკინა, რომელიც საუკეთესოა დაუშვათ დროის, მაგრამ იწვევს უამრავ სხვა კლინიკურ განსაკუთრებით დისპეპსიურ ჩივილებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან ასოცირებულს. შეიძლება რომ დაინიშნოს ისეთი ლიპოსომური რკინა, რომელიც ნაწლავში ან თუნდაც ინექცია, ან თუნდაც გადასმის სახით, რომელსაც ძალიან იშვიათად ადამიანი მიიღებს და არა ყოველდღიურად, რა თქმა უნდა, არამედ შეიძლება თვეში ერთხელ, თვეში ორჯერ, ორ თვეში ერთხელ იმის მიხედვით თუ რას გვაძლევს ასე ვთქვათ შედეგები. კი, როცა ეს გადაცემა მოვიაზრეს, სიმართლე გითხრა, ირინა, ჩემთვის მინდოდა ჩვენ ხომ მხოლოდ არ გვისმენენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მედიცინასთან შეხება, ხო? მე გზავნილი მინდა ჩვენი კოლეგებისთვისაც, რომ გავაჟღერო აუცილებლად, რომ ანემია ეს არ არის მხოლოდ სისწარმოქმნაში მონაწილე ვიტამინების დეფიციტი. და მაშინაც კი, თუ კი დარწმუნებული ვართ, რომ რომელიმე ვიტამინი, იგივე ფოლიუმი, იგივე B12 და რკინა აკლია, აუცილებლად უნდა მოხდეს ამ დაავადების ერთმნიშვნელოვანი დიაგნოსტირება, ყველა ჩატარებული ტესტი, რომელსაც ამ დროს გაიდლაინი ითვალისწინებს, არ ცვლის ერთმანეთს, მხოლოდ ავსებს და იძლევა ჯამურ შეფასებას, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. აი, რამდენი დაავადება შეგიძლია ამ წუთში ჩამოთვალო, რომელშიც საერთოდ არ აკლია რკინა, მაგრამ არის რისკნაკობი. უამრავი და აი ზუსტად ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმების როლი და მე ძალიან მიხარია, რომ ამ ასე ვთქვათ დარგის სპეციალისტები დღეს ძალიან მომრავლდნენ, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის არიან და ძალიან ადრეულ ეტაპზე ახდენენ სწორ მენეჯირებას, ასე ვთქვათ, მართვას და მიმართულების მიცემას ამ პაციენტებისთვის, იმიტომ რომ მხოლოდ ჩვენი მუშაობა ამ შემთხვევაში პაციენტისთვის შეიძლება საკმარისი არ იყოს. მე და თქვენ პატივცემულო ნინო, რა თქმა უნდა, შევძლებთ რომ ეს რკინა დეფიციტური იქნება თუ B12 დეფიციტური იქნება თუ როგორიც იქნება, იმას მივხედოთ, მაგრამ მიზეზის ძიებაში ჩვენ აუცილებლად ოჯახის ექიმი უნდა მოგვეხმაროს. აუცილებლად. ეს ერთი. და დრო არ უნდა დავკარგოთ, იმიტომ რომ უკვე ნამკურნალები პაციენტი, რომელიც უკვე იღებს სანამ მიხვალ ექიმთან უკვე დაიწყე წამლები, რომ არა გაქვს კარგი ანალიზი, ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება. არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება არასწორი მიმართულება ავიღოთ და დავნიშნოთ არასწორი მედიკამენტები და ამ შემთხვევაში ჩვენ დადებული გვაქვს ფიცი არ ვავნოთ, ხო? და გასაკვირველი. გამოდის, რომ პაციენტისთვის ეს იქნება საზიანო და არასასარგებლო. ჩემთვის მტკივნეულია ხოლმე ორსული გოგონები, რომლებიც იღებენ უამკობებით დანამატებს მაშინ, როდესაც დგება ორსულობა იმ წუთიდან და მთელი ორსულობის განმავლობაში და შემდგომში უკვე აი მესამე ტრიმესტრში ორსულობის დასრულების ფორს-მაჟორულ სიტუაციაში გიწევს ერთი თვედალია არ უშველა, ორი თვედალია, ხუთი თვედალია და უცებ შენ გიწევს გადაწყვეტილების მიღება, როგორ მოიქცე. იცით რისი თქმა გვინდოდა მე და ირინას, რომ
რკინა დეფიციტური ანემიის გნებავთ B12 გნებავ ფოლიუმ დეფიციტური ანემიების დროს, როდესაც პაციენტი უკვე იღებს პრეპარატს, ამ პრეპარატების ცირკულაცია სისხლში გარკვეული ხნის განმავლობაში გრძელდება. ამიტომ მე კიდეც რო შევწყვიტო ამ წამლის მიღება დეფიციტების რეალურად გამოსაკვლევად, მინიმუმ 2 კვირა უნდა დავხარჯო. არ გვეყოს 1 კვირა, კი ბატონო, გეთანხმებით აბსოლუტურად. თუმცა აქვე უნდა ითქვას და ორსულები დავამშვიდოთ, არ შევაშინოთ ახლა ნინა, რომ არსებობს ორსულთა ანემია, როდესაც სითხლის შეკავება ორგანიზმში ხდება და პირველი ხარისხის ანემია შეიძლება იყოს ის, რომ საერთოდ არაფრის დეფიციტი ვიტამინის დეფიციტი არ გქონდეს, რა თქმა უნდა. როგორც კი ორსულობას დასრულდება მშვიდობიანად, რა თქმა უნდა. და თავისთავად გასწორდა, აი სწორედ ეს ამის თქმა მინდოდა, რომ ყოველთვის ყველა ნებისმიერი სახით ჰემოგლობინის რაოდენობრივი შემცირება არ საჭიროებს რკინის პრეპარატებით კორექციას. ზოგჯერ საერთოდ არ სხვა ვიტამინები. თუმცა ორსულები ნამდვილად არიან რისკ ჯგუფი და ნამდვილად მათთან განსაკუთრებით უნდა ყველა ეტაპი შეისწავლოს. აი ეს არ არის მარტო რკინა, ეს არ არის მარტო B12-ია, რა თქმა უნდა, აქ არის ფოლიუმის მჟავა და რაც თავია საერთოდ ცილა, რომელიც დამეთანხმები, რომ ძალიან ბევრ ორსულს სამწუხაროდ აკლია ზუსტად იგივე კვებითი არასათანადო რეჟიმების გამო, ხო? იმიტომ რომ დღეს ჩვენ არავინ არ ვნადირობთ, არავინ არ მოვიპოვებთ ხორცს, რომელიც სახში მოგვაქვს დიდი რაოდენობით და შესაბამისად არ ვიღებთ იმ რაოდენობით ცილას, რაც უნდა მივიღოთ. მოდით ვთქვათ. კი ბატონო, აი ეს ბალანსირებული კვება და კიდე ერთი მითის დანგრევა მინდოდა, აი ყოველდღე ვჭამ ვაშლს. რკინა არ დამივარდება. უკეთეს გეტყვით. ბრძანეთ? ვაშლს ვიღებ ლურსმან ჩარჭობილს უკვე გაშავებულს, რომ მივიღო დიდი რაოდენობით რკინა. ესეც არა, ეს გვაქვს, ეს რეალობაა. ასე იღებენ სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, არც ვაშლში, არც წიწიბურაში, განსაკუთრებით ისპანახში, რომელზეც ძალიან ბევრი იწერება, რომ დიდი რაოდენობით რკინა შეიცავს, ეს ჩვენ კი ვიცით ეს მულტფილმი პაპაიდან მოდის, ასე ვთქვათ, რაც იყო რეალურად არტეფაქტი წიგნში, რაღაც რიცხვი შეცდომით ჩაბეჭდეს და ამაზე მე ატყდა ესეთი ბუმი იმ პერიოდის ამერიკაში, ხო, ეს იყო ძალიან ესეთი სახალისო ისტორია და დაიწყეს ძალიან აქტიურად მოხმარება ამ პროდუქტის, ზუსტად იმიტომ, რომ დიდი რაოდენობით რკინა შეიცავს და ხორცი არ გჭირდება, შეგიძლია მიიღო მხოლოდ ისპანახი. მაგრამ იმ მოცულობის ვერც ისპანახს, ვერც ვაშლს, ვერც ჭარხალს, ვერც რა ვთქვით კიდე, ბროწეული, ვერც ბროკოლი და ასე შემდეგ. ვერაფერს ვერ მივიღებთ ჩვენ, რომ ის რაოდენობა რკინა მივიღოთ, რომელიც ჩვენთვის დღის განმავლობაში საჭიროა. ეს არის მხოლოდ შემავსებელი ერთი და მეორეთი ვაშლი, რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლო პროდუქტია, C ვიტამინი შეიცავს, რომელიც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ის რკინა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, შევითვისოთ ადეკვატურად. ასე რომ ნამდვილად არ ვაკნინებ არც ერთი საკვების, არც წიწიბურის, არც ვაშლის, არც არაფერი სხვის მნიშვნელობას ჩვენს კვებით რაციონში, თუმცა მხოლოდ მათი მიღებით სამწუხაროდ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი და თვითონ ხორცს ძალიან იშვიათად ჭამს. ნამდვილად. თუმცა მაიშვიათად თუმცა მე ამისი უფლება მაქვს. როგორც ჩვენ თქვით, რომ ჩვენ პაციენტებსაც აქვთ ამისი უფლება. კი, მნიშვნელოვნად აქვს ამისი უფლება და ამის კომპეტენციას ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩავეჭრებით და ვერ შევწურებთ. უბრალოდ შეგვიძლია მივცეთ რეკომენდაცია, რომ შეძლების დაგვარად, თუ შეუძლიათ გამოიწორონ კვებითი რაციონი, თუ არა და მიიღონ ის საკვირაო პრეპარატები თუ რა ვიცი, დანამატები, რომლებიც მოეხმარება, რომ მათი ჯანმრთელობა იყოს სათანადო მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო ჯგუფზე, თალასემიაზე, ეს არის რკინის დაგროვებითი დაავადება, რომლის დროსაც პერიფერიული სისხლის საერთო ანალიზი ერთმნიშვნელოვნად გავს რკინა დეფიციტურ ანემიას და გამოცდილი თვალისთვის კი არის რაღაც განმასხვავებელი, მაგრამ ახლა თქვათ ხეზე ასვლას, ვასწავლით ყველას, მაგრამ მაინც არსებობს თალასემიების დიდი ჯგუფი საქართველოში, თურმე ამ მდგომარეობას ძალიან ბევრი არამხოლოდ დაუშვათ სხვადასხვა ეთნიკური თვითონ ქართველებსაც ბლომად გვაქვს თალასემია, ასე რომ ამ დაავადების დიაგნოსტირება ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჭარბი რკინის დაგროვებამ ჩვენ ორგანიზმში, აი უსისტემოდ არამიზნობრივად რკინის მიღებამ ჰემოგლობინის დონეს ვერ გამოგვისწორებს. ვერავითარ შემთხვევაში თუ ჩვენ გვაქვს
რკინის დაგროვებითი დაავადება, ჭარბი რკინის მიღება არ მოგვეხმარება ჰემოგლობინის გამოსწორებაში. პირიქით, ჭარბი რკინის დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს უამრავი სხვა პრობლემა. მაგალითად, რა ვიცი, რამდენი რაღაც შეიძლება ვთქვა. ღვიძლის დაავადებები, იგივე კუნთოვანი სისტემის დაავადებები, გულის დაავადება და ასე შემდეგ. თალასემიას რაც შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფია ეს ძალიან დიდი პოპულაციაა საქართველოში დღეს თალასემიის მტარებელი, ასე ვთქვათ, ეს არ არის არამც დაავადება, ეს არ არის ავადმყოფობა, ეს არის მხოლოდ მდგომარეობა. მათი ერითროციტების საბედნიეროდ ძირითადად ის პაციენტები, ვინც ჩვენთან ხვდებიან, არიან ანუ ერთი მშობლისგან მიღებული დაავადების გენის მტარებლები და ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის და მისი ოჯახის წევრების განათლებას, რადგანაც მათ უნდა იცოდნენ, რომ თუ მათ ყავთ პარტნიორი, რომელსაც ასევე აქვს ეს, ასე ვთქვათ, თავისებურება, უნდა მაქსიმალურად ეცადონ, რომ არ იყოლიონ შვილი თუ კი ისეთი პარტნიორისგან, ვისაც ასევე აქვს ეს დაავადება, რომ დიდი თალასემიის არსებობა. ხო, ეს სწორედ ეს არის არსებობა ზუსტად, ხო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნამდვილად ერთმნიშვნელოვნად ძალიან საინტერესო თემაში ახლა ირინა, იმიტომ რომ ეს ცნობიერების ამაღლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ თუ კი გვაქვს ეს პრობლემა, ექიმმა უნდა სათანადოდ აგიხსნას, მიგითითოს და შესაბამისად შენი სხვა რისკი ამ შემდგომი ადამიანს არ აქვს, ეს არის მისი თავისებურება, აბსოლუტურად არანაირი მის ცხოვრებაზე ამას არ ექნება ზეგავლენა, ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იყოლიებს მომავალ თაობას ისეთივე ადამიანისგან, რომელსაც აქვს მისნაირივე გენეტიკური თავისებურება. ამიტომ ძალიან ხშირად ჩვენი პაციენტების მშობლები ხუმრობენ ხოლმე, რომ ჩვენ თუ არ გვანახებს თავის რჩეულს, თქვენთან მოიყვანს და თქვენ განახებთ, ხო? ნამდვილად კი. ყოფილა ესენი. ნამდვილად ყოფილა ასეთი რამ. ჩვენ ვისაუბრეთ ძირითადად რკინა დეფიციტურ ანემიაზე, ფოლიუმ და B12 დეფიციტურ ანემიაზე, თუმცა B12 დეფიციტური ანემია ჩემი საყვარელი ანემიაა, თავისი უცნაურობებით, თავისი არასტანდარტული კლინიკური გამოვლინებებით და ძალიან ხშირად ამ დეფიციტის უკან ისეთი მძიმე კლინიკური ჩივილი იმალება, რომელმე თავზარდამცემია ექიმისთვის და მე მქონდა რამოდენიმე დღე და სხვათა შორის დღესაც ძალიან უცნაური შემთხვევა, სრულიად ახალგაზრდა პაციენტი, რომელიც ჩვენთან მოვიდა მძიმე ლეიკოპენით, მძიმე თრომბოციტოპენით, უამრავი სხვა პრობლემით და თავზარი დამეცა, ვიფიქრე, რომ აქ შეიძლება ყოფილიყო სისხლის რომელიმე ქრონიკული დაავადება და აღმოჩნდა, რომ ეს იყო B12-ის დეფიციტი, რომელმაც ფარდა ახადა უამრავ მის კლინიკურ ჩივილს. სხვათა შორის B12 დეფიციტური ანემიის პათოგენეში ძალიან მაღალ პროცენტში მუშაობს სწორედ საჭვრისმომნელებელი ტრაქტის ფუნქციური გამომართობა, უპირატესად მარილმჟავა წარმოქმნელი ფუნქციის დაზიანება. და ჩვენ მაშინ, როდესაც უსისტემოდ მოვიხმართ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს, წამლების დასახელების უფლება სამწუხაროდ ირინა არ აქვს. ახლა ეს არის ადამიანების კატეგორია, რომლებიც გულძმარვის და გამო ხშირად მოიხმარენ სხვადასხვა მედიკამენტებს აი ამ მჟავიანობის დასაქვეითებლად. პრაქტიკულად განაპირობებენ თავისი მარილმჟავა ფუნქციის წარმოქმნის დათრგუნვას კუჭში, რომელიც შემდგომში სწორედ საკვების არასრულფასოვან დამუშავებაში, არასრულფასოვან შეწოვაში და B12-ის დეფიციტში ვლინდება. მაგრამ შენი პაციენტების დიდი ნაწილი, აი რამდენი პროცენტია დაახლოებით B12 დეფიციტური ანემიით, რომელსაც მემკვიდრული B12 დეფიციტური ანემია აქვს. ძალიან იშვიათი. უკვე ამ დროს ჩვენ ვსწავლობდით ციკში, რომ ეს იყო ძირითადად მემკვიდრული დაავადება და ოჯახში ვეძებდით მიზეზს და ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე აღარ არის ეს მიზეზი ისეთი აქტუალური, იმიტომ რომ ჩვენ ისე ცუდად ვიქცევით, რომ ეს ჩვენი თავისებურება, თუმცა რა თქმა უნდა არსებობს აუტოიმუნური დაავადებები, რომელიც შესაძლოა ასევე იყოს მემკვიდრული, რომლის დროსაც ზუსტად იგივე ის მარილმჟავა, რომელზეც თქვენ საუბრობდით, არ გამომუშავდება უბრალოდ სათანადო რაოდენობა. უჯრედების მიმართ, რომლებმაც უნდა გამოიმუშაონ ეს მარილმჟავა, აქვს ორგანიზმის ანტისხეულები, ძალიან ხშირად ესეთი დაავადებები თან ახლავს იგივე აუტოიმუნურ თირეოიდიტებს, იგივე სახსროვან დაავადებებს, რომელიც ხდება სისტემურად მიმდინარეობს და ძალიან ხშირად ესეთი პაციენტები არიან რისკ ჯგუფში, რომ განუვითარდეთ მათ B12 დეფიციტური. აი რა კარგად ახსენე ხა აუტოიმუნური
ჰორმონული დაავადებები უცებ გამახსენდა და ალბათ მნიშვნელოვანი ამაზე საუბარიც, რამდენი გვყავს ცელიაკია. როდესაც არა აქვს ძიმე კლინიკური ჩივილი, რომელიც დეფეკაციის გახშირებას, სისხლიან ფაღარაც უკავშირდება, მოდის შენთან სრულიად ანემიური სინდრომით და აი ამ კვლევაში და ძებნაში უცებ გადააწყდები, რომ აქ შეძენილი ცელიაკია, რომელიც არც თუ ისე სახასიათოდ აქვს თავის პურის აუტანლობაზე, მუცლის შებერლობაზე და ასე შემდეგ და არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ წინსწრებით ჩაეჭიდები, ჩაიჭერ ამ პრობლემას, რომელიც ძალიან ხდება პაციენტის განკურნების რეალური საფუძველი. მოიმატა დიაგნოსტიკამ უბრალოდ. ხო, მე მგონია, რომ მართლა მოიმატა დიაგნოსტიკამ და თანამედროვე მედიცინა იძლევა წინსწრებით ბევრი დაავადების ამოცნობის საშუალებას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პაციენტის გაჯანმრთელებაში. მოკლედ, ჩვენი გადაცემა ირინასთან საუბარი არ მომბეზრდება არასდროს, მაგრამ დასასრულს მივუახლოვდა და აი რაღაცა ფინალური მესიჯი რო უთხრათ ჩვენს პაციენტებს ირინა ვიტყვი და დამიმატე და შემისწორე თუ რა სიტყვი რომ შემცირებული ჰემოგლობინი ეს ყოველთვის არ ნიშნავს იმას რომ დავუშვათ არასრულფასოვანად იკვებები ან ქონდა რაღაცა კონკრეტული მიზეზი ძალიან ხშირად დაბალი ჰემოგლობინი ეს არის მთავარი მესიჯი და მინიშნება არც თუ ისე მარტივი დაავადებების სწორედ ამიტომ მკურნალობა უნდა დავიწყოთ არა დაუშვათ რკინის და რკინით, არამედ უნდა დავიწყოთ დიაგნოზით. უნდა დავიწყოთ დიაგნოზით. მიზანმიმართული მკურნალობით. და შემდგომში მიზანმიმართული მკურნალობით. დიდი მადლობა, რომ გამოძებნეთ დრო ჩემთან მოსასვლელად, რითაც მე ძალიან ვისიამოვნე. მე ჩვენ მსმენელს ვემშვიდობები ზუსტად ერთი კვირით. იმედია ცოტა მაინც გავეცით თქვენ კითხვებს პასუხი ანემიასთან დაკავშირებით. ზუსტად ერთ კვირაში საინტერესო თემით და საინტერესო სტუმრით კვლავ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ნახვამდის.